ღმერთმა დაგლოცოთ ვირფასო რადიო მსმენელებო, ყოველნო მართლმადიდებელნო ქრისტიანინო. ჩვენ ვაგრძელებთ საუბრებს ეკლესიის არსის შესახებ და გსურს რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ ეს საკითხი. ხშირად თანამედროვე ქრისტიანებში არ არის გააზრებული რას ნიშნავს ეკლესიის წევრობა. მრავალ ადამიანს მიაჩნია რომ ეკლესია მხოლოდ სასულიერო პირები იერარქია წარმოადგენს და მრევლს თითქოს და ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდეს. ეს არასწორი ხედვებია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ქრისტეს სხეულში ყველას თავისი ფუნქცია გააჩნია, ყველა პასუხს აგებს ეკლესიისთვის, თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს როგორც სასულიერო პირებს, ასევე მრევლს, რიგით მრევლს, რომელსაც გონია რომ ის უბრალოდ ერისკაცია, თითქოს და მას ეს არ მოეკითხება. მაგრამ ეს ასე არ არის. ამიტომ გასული საუკუნის მამები, ავტორიტეტული მამები ხშირად გვეუბნებოდნენ ჩვენ რომ ძირითადი პრობლემა, ძირითადი საკითხი, რომელიც ასე ვთქვათ, არ არის ჯეროვნად გააზრებული მართლმორწმუნე ადამიანების მიერ და რომელიც დიდ საფრთხის ქვეშ იმყოფება, ეს არის ეკლესიოლოგია. ანუ სხვა სწავლებებთან შედარებით, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს, ეკლესიოლოგიას განსაკუთრებული დარტყმა ენიჭება და ეს კარგად გამოჩნდა თანამედროვე პერიოდში უკვე, როდესაც კრეტის კრება შედგა, სადაც ეს პრინციპები ეკლესიოლოგიისა, კრეფსითობისა იქნა ნაკლებად დაცული და უფრო მეტწილად საქმე ჰქონდა წინამძღვრების იდეების გატარებასთან და არა ზოგადად ეკლესიის სწავლების გატარებასთან. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს, რამდენად ქრისტიანული ცხოვრების წესი ნელ-ნელა კარგავს აი ამ ძველებურ შემართებას, სიღრმისეულ სარწმუნოებრივ წტომას და რამდენად შემოდის ეს ამასოფლის სულის კვეთება, რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენს ის ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანზე და როგორ იცვლება ეს სულიერი ხედვები ზოგადად ეკლესიასთან მიმართებაში. ასევე თანამედროვე საზოგადოების ხედვა ხედავ ჩვენ ამას რეალურად, რომ ხოლო გარეგნულისკენ არის მიმართული, ამიტომ ეკლესია სულ უფრო ხშირად რაღაც ამქვეყნიურ ორგანიზაციად მოიაზრება და ამას კარგად გრძნობდნენ წმინდა მამებიც, გასული საუკუნის ავტორიტეტული მამებიც, რომლებიც აი ამ წმინდა მამათა სულისკვეთებით იყვნენ გაზრდილი, ისინი გვაფრთხილებდნენ ჩვენ ამას, რომ დადგებოდა ეს დრო, როდესაც აი ამ ეკლესიოლოგიური სწავლების, საღვთისმეტყველო სწავლება იქნებოდა უგულებელყოფილი და აი ეს ტენდენცია დღეს უფრო და უფრო ძლიერდება და კიდევ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. წმინდა მამები ამბობდნენ, რომ მართლმადიდებლობა არ გახლავთ მანდად, ანუ მხოლოდ სასულიერო პირების, პატრიარქების, ღვთაუთაურების, მღვდლების და მონაზვნების ორგანიზაცია. ეს არის სხეული ქრისტესი, რომლის წევრები ყველა ადამიანია, ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანია და რომლებმაც, როგორც გითხარით, თავისი წილი პასუხისმგებლობისა უნდა იტვირთონ და აი ამ განმხრთობის საქმეში, რასაც ეკლესია სთავაზობს ადამიანს, მასში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ. ანუ მართლმადიდებლობა, ესე იგი, არის მისტიკური სხეული ქრისტესი და რომლის თავი თავად ქრისტეა, როგორც ბრძანებს პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში და ეკლესიას არა მხოლოდ მღვდელმთავარი, არამედ ქრისტეს მორწმუნე მრევლიც შეადგენს. ისინი კანონიური გზით, წმინდა ნათლისღების მეშვეობით შედიან ეკლესიის წევრად ხდებიან, რომელიც ქრისტემ დააფუძნა და როგორც ამჟამად ცხოვრობთ, ისე სარწმუნოებით აღსულებული უნდა აღვესრულოთ, ესე იგი მომავალი სასუფეველი
მარადიული ცხოვრებისათვის. მართლმადიდებელი ეკლესია ის ყოველთვის ამბობდა და მისი უწმინდესობის ბაგეებიდან ჩვენ მოვისმინეთ ეს, რომ ეკლესიის სისავსის გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი და კრებსითი გადაწყვეტილება და არა ცალკეული იერარქისა. ამას უნდა მიექცეს დღეს უდიდესი ყურადღება, ჩვენ ამას ხაზგასმით, იმიტომ ვამბობთ, რომ ეს საფრთხეები რეალურად გაჩნდა თანამედროვე ეკლესიის წიაღში. ჩვენ ასევე უნდა კარგად გავიაზროთ, რომ ეკლესია არის როგორც ორგანიზაცია, ცხადია, ხილულია ის და გააჩნია მას საპატრიარქო და ყველა ადგილობრივი ეკლესიას თავისი იურიდიული ფუნქციები გააჩნია და მმართველობითი ფორმა, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ორგანიზმი, ანუ ღვთაებრივი ორგანიზმი, რომლის წევრი უნდა იყოს ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანი. და როდესაც ეს ხედვა, ანალიზის უნარი ეკარგება ადამიანს, მაშინ ჩვენ ვიღებთ უკვე დამახინჯებულ პრინციპს. ანუ თითქოს და ეკლესიის საკეთილდღეოდ მუშაკობს ადამიანი, მაგრამ სინამდვილეში გამოდის, რომ მისი შეხედულებები არ შეესაბამება სრულიად მართლმადიდებლურ სწავლებას. ამიტომ მთავარი მიზანი რა არის? არა მხოლოდ ორგანიზაციის წევრობა, არამედ მთავარია, რომ აი ამ ხილულ ცოცხალ ორგანიზმში ვიყოთ ჩვენ, რასაც ქვია დედა ეკლესია და ამას ჩვენ მაშინ ვახერხებთ, როდესაც ცხოვრობთ ჭეშმარიტებით, როდესაც ცხოვრობთ საიდუმლოების აღსრულებით, აღსარებით, ზიარებით, თავიდან ნათლისღებით და ზეთისღებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამით ხდება ადამიანის განხრთოება, ის ხდება რეალური ცოცხალი წევრი ეკლესიისა, მისი აქტიური წევრი და მისთვის არ არის სულ ერთი წმენდანო, რა ხდება ეკლესიის სარწმუნოებრივ საკითხებთან მიმართებაში. რა გადაწყვეტილებებს იღებს თუნდაც მისი მოძღვარი ან ეპარქიის მღვდელმთავარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ როგორც გითხარით, წმინდა ეკლესიის სწავლების სიწმინდის დაცვის პასუხისმგებლობა ყველა ჩვენთაგანს თანაბრად გვაკისრია ძმანო და დანო. ერთი რამ არის აქ გასათვალისწინებელი, რომ მთელი ეს ამქვეყნიური მუშაკობა, მოღვაწეობა უნდა იყოს განსჭანული ზეციური ტოლვით, ზეციური დაპყრობის, ასე ვთქვათ, მოპოვების მიზნით და ეს არის მთავარი. მართლმადიდებელი ეკლესია არ არის რაღაც სასულიერო პირთა მხოლოდ მონოპოლია, როგორც გითხარით და აი ამ ცოცხალ ორგანიზმში ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანი უმჭიდროეს კავშირში უნდა იმყოფებოდეს ერთმანეთთან. მთავარი და უმთავრესი ყოველთვის იყო ეკლესიაში სიმდაბლით მოპოვებული, სინანულით მოპოვებული სულის ცხონების საშუალება. ანუ ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ შევინანოთ ჩვენი შეცოდებები, დავინახოთ ჩვენი მანკიერებები და ცნების, ქრისტეს ცნების თანახმად გავასწოროთ ჩვენი ცხოვრება. როგორც ამას ბრძანებს ლუკა მოციქული, ყავ ესე უკვე ნაყოფი ღირსი სინანულისაო. ხოლო ისინი, რომლებიც პირველ ყოვლისა აი ამ ორგანიზაციის საკითხებით არიან დაკავებული და არა მთავარი მნიშვნელოვანით, რომ სულის ცხონებისა, ცხადია იქ იწყება უკვე საფრთხეებზე საუბარი, როდესაც ეს სულის კვეთება რაღაცნაირად ამახინჯებს ზოგადად ეკლესიოლოგიურ სწავლებას. მამები ამას ამბობდნენ ძმაუნდადან, რომ აი ხანდახანო გაიგონებთ, რომ ეკლესიას მისტიკური ბუნება გააჩნია, მაგრამ თქვენ გაითვალისწინეთ მისი ამქვეყნიური მხარეცო. რაგვერი, ესე იგი, პოეზურიც ეს არ უნდა იყოს. ესე იგი, ეს რას ნიშნავს ძმაუნდადან, რომ ჩვენ ცხადია ვიბძვით და ვიღწვით მარადიულობისთვის და სულიერისთვის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ქვეყნიურის, ხო? ეს ორგანიზაციული მხარე ეკლესიისა და ორგანიზაციულ მხარეში შედის ცხადია სოციალური საკითხები. ჩვენ შეხება გვაქვს უამრავ გაჭირებულ ადამიანთან, რომლებიც თავის დახმარებას ითხოვს. ჩვენ შეხება გვაქვს ზოგადად დასნეულებულ ადამიანებთან, რომლებიც მოდიან ეკლესიაში და ითხოვენ ღვთისაგან შეწევნას და ამ დროს ეკლესიამ უნდა გაუმართოს მას ხელი სასულიერო პირებმა.
ეს არის გამოიხატება ძირითადად სწორედ რომ აღსარებისა და ზიარების საიდუმლოებებით, ანუ ადამიანი უნდა დაიმოწყროს ჭეშმარიტებაში და იმდენად რამდენადაც შეგვიძლია ხელი გაუწიოთ მას როგორც მატერიალური, ისე სულიერი მხარდაჭერის თვალსაზრისით. თუ სულის გვეთებით ვიმსჯელებთ ხომ ადამიანის მართალი სწორი ხედვიდან გამომდინარე, ადამიანი მართლმადიდებელ ეკლესიაში კიდეც იკურნება როგორც სულიერი, ისე ფიზიკური ცნეულებებისაგან და ამას მართლმადიდებლურ თერაპიასაც უწოდებენ. როდესაც ადამიანი იწყებს განხთობების პროცესს, განშორებას ცოდვებისაგან, ხოლო ცოდვა არის, როგორც მოგახსენეთ, ზიანის მომტანი, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად და ამის შედეგად ადამიანი სნეულდება და ხოლო პირიქით, აღსარებებით, ზიარებებით, როდესაც ადამიანი ებრძვის აი ამ შინაგან სამყაროს, ის ხდება უკვე განშორებული ამ ცოდვისაგან და ნელ-ნელა ხდება მისი როგორც სულიერი, ისე ფიზიკური კურნებაც. ამიტომ ვამბობ ჩვენ რომ ჩვენ მივილტვით ზეციურისკენ, მაგრამ ცხადია არასდროს უნდა დაგვავიწყდეს რომ ამ ქვეყნად ვართ, ამ ქვეყნიური საზრუნავები გვაქვს, როგორც ოჯახში, ისე ეკლესიაში, ისე საქმიანობა სამსახურში, ამას ჩვენ ვერ მოწყდებით, მაგრამ ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ეს არის რომ ეს მიწიერი ცხოვრების არსი არ უნდა გახდეს ჩვენთვის რაღაცა თვითმიზანი. არამედ ყველაფერი ამ ქვეყნად ვაკეთოთ მცნების ფარგლებში, რათა ყველაფერი გახდეს საწინდარი მერმისამის საუკუნესა, მარადიული ნეტარი ცხოვრებისა. წმინდა მამები ამას კარგად გრძნობდნენ და ამას გვასწავლიდნენ, რომ ეკლესიის წიაღში აი ამ მიწიერის გაბატონებას, ანუ ამ ქვეყნიურზე ზრუნვას და როდესაც ადამიანს მიაჩნია, რომ თითქოს და დედამიწაზე უნდა მოიწყოს მან სამოთხე, ამას მოყვება უამრავი ძმამდადანო პრობლემა. ანუ ადამიანი ზოგადად კარგავს საერთოდ ანალიზის უნარს, გარჩევის უნარს და თუ რა არის მისთვის მიღებული, მისაღები, მართებული, როდესაც ადამიანი მხოლოდ აი ამ გარეგნულით აფასებს და იმის აღიარებას იწყებს, რაც სხვა ადამიანის თვალთახედვით სათნო და მისაღებია და არა შინაგანი, მაგალითად სულიერი და მართებული ხედვით ღმერთთან და საკუთარ თავთან მიმართებაში, მაშინ ცხადია ეს ადამიანი უკვე არასწორ კალაპოტში დგება და მას უამრავი პრობლემები ექმნება შემდეგ ცხოვრებაში. ზოგადად რო ვთქვათ, აი იდეალიზირება იმისა, რაც მავანთა მაგალითად მიერა მართებულად მიჩნეული დღეს ზოგადად საზოგადოებაში და მოერგო რაღაცნაირად აი ამ თანამედროვე სულის გვეთებას, ნიშნავს იმას, რომ დაეთანხმო ძმამდადანო იმ სიყალბეს, რომელიც ამასოფლის მიერაა შემოთავაზებული. და ჩვენ კიდე წმინდა ეკლესია სულ სხვაგვარად გვასწავლის. აუცილებელია გავიაზროთ და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობა ყოველთვის არ გახლავთ რაღაცნაირად მორგებული ამ ქვეყნიურის მიმართ ძმამდადანო. ჩვენ უნდა ვიცოდეს ეს, რომ ეკლიანი გზით სვლა მაცხოვარმა გვიანდერძა, რომ ვიწროა გზა, რომ მცირედნი ვლენან მასზე და ამიტომ აი ამ ბოროტებას და ყალბ დროში ცხოვრების ჟამს ჩვენ უდიდესი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ რაღაც აი ამ გარეგნული ფორმით მხოლოდ არ შემოვიფარგლოთ, რომ მოვედით ეკლესიაში, დავანთეთ სანთელი და წავედით და თითქოს აი დავდივარ მე ეკლესიაში. ეს სულაც არ ნიშნავს. უფრო მეტსაც ვიტყვით, ადამიანი შეიძლება წირვალოცვასაც ესწრებოდეს, თითქოს აღსარებებსაც ამბობს ეზიარება, მაგრამ სიღრმისეულად არ სურს ჩაწვდეს, სად არის ის, რომ ის ქრისტეს სხეულშია, რომ ეს უდიდესი წყალობა და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა არ გუნა ღმერთმა მას და ეს პროცესები სულ უფრო და უფრო სამწუხაროდ ვითარდება, ჩვენ ამას უწოდებთ განდგომილების სულიერ მოვლენას, განდგომილებას თავისი საფეხურებიც გააჩნია და პირველი ეს არის, რომ ქრისტიანობის აი საყოველთაოდ
გააზრება თუ რა არის ქრისტიანობა, რა არის მართლმადიდებლობა, საოცრად შემცირდა თვით მართლმადიდებლების წიაღში მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგადად საზოგადოებაში ჩვენ ვხედავთ უამრავ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ არის ეკლესიაში მონათლული, რომ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაგრამ ამავე დროს წარმოდგენა არ აქვს თავის სარწმუნოებაზე და შეიძლება თავის რაღაც შეხედულებები კონდეს, რომელიც გაასაღოს კიდეც მართლმადიდებლობად და აი ეს საფუძვლები ჩაიყარა მაშინ, როდესაც ადამიანმა აი ამ ჭეშმარიტებაზე თქვა რეალურად უარი და შემოგთავაზეს ეს ათეისტური, მატერიალისტური ხედვები, ნიჰილისტურიც და ჰუმანისტურიც, ეს ყველა ის მსოფლმხედველობა, რომელმაც დღეს გაბატონდა, რომელმაც გააღმერთა, ასე ვთქვათ, ადამიანი და ადამიანის კულტი რეალურად წარმოაჩინა საზოგადოებაში, რომ თითქოს და ის განაგებს მთელ სამყაროს და ღმერთი სადღაც განყენებულად უბრალოდ სიტყვის მასალად მოიხსენება, ეს არის ის დანაშაული, რომელსაც თანამედროვე ადამიანი ძალიან უტუხად, კადნიერად ჩადის. ამათ წმინდა მამები უწოდებდა უკვე ახალ ქრისტიანობას, ანუ ახალი ეპოქის დაწყებას წინასწარმეტყველებდნენ, როდესაც ჭეშმარიტი საზომები, ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნება უგულებელყოფილია და ადამიანის დაცემული გონება გახდა ბატონ პატრონი ყოველივესე. და აი ამ ფენომენის არსი ძმამ და დანო იმაში მდგომარეობს, რომ სულიერი უკვე იცვლება აი ამ მიწიერით, ამქვეყნიურით და საბოლოოდ განათლებას ჭყალებში, რასაც დღეს უწოდებენ და აი ამ ვულგარულ მატერიალიზმს, რომელიც გაბატონდა დღეს თანამედროვე ადამიანის სულიერ აი ამ დაბრმავებას მივყავართ ჩვენ არა ქრისტესკენ, არამედ პირიქით ბოროტისკენ და ეს უნდა შევამჩნიოთ ჩვენი მიზანიც დღევანდელი საუბრისა გახლავთ ეს, რომ ეკლესიის არსი კარგად ჩავეხედოთ, აი ამ ეკლესიის არსი კარგად წარმოვაჩინოთ მისი არსი, რაში მდგომარეობს ის, რატომ ვართ ჩვენ მართლმადიდებლები, რა განვაცხადეთ ჩვენ, როდესაც მოვინათლეთ, რომ განვეშორებით ეშმაკს, რომ შეუერთდებით ქრისტეს და ეს აღთქმა დავდებით ღვთის წინაშე, აი ეს პასუხისგებლობა არ არის პატარა რამ და ამის შეხსენება არ იქნება ურიგო თანამედროვე ქრისტიანებისათვის. ამაში რა თქმა უნდა დავინახოთ ჩვენ გეგმა ზომიერად მოქმედი ბნელი ძალების მოქმედებაც ცხადია, ეს არსებობს, მაგრამ ყველაფერი ბოროტ ძალებს ვაბრალოთ და ჩვენი თავი გამოვიყვანოთ თითქოს და ჩვენ გსურს და ამას ვერ ვახერხებთ, ეს ასე ნამდვილად არ გახლავთ ძმამ და დანო, იმიტომ რომ რეალურად ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის გამოსწორება, ეს თავისუფალი ნება მას გააჩნია, ეს არჩევანი მის წინაშეა და აი ამ არჩევანში მას არავინ ცხადია იცულებით მას არ მიდრიკავს არც სიკეთისკენ და არც ბოროტებისკენ. ამიტომ არჩევანს თვითონ აკეთებს, სად სურს ადამიანს ყოფნა, ღმერთთან თუ ბოროტთან, ამასოფლის სულის კვეთებასთან. ეს ერთი და იგივეა, რომ ადრე თუ გვიან აი ამ ჩვენ გარდაუვალი ამქვეყნიური გასვლის ჟამი გვიდგება ყველა ჩვენთაგანს და უკვე დღეს უნდა იყოს ადამიანი გარკვეული იმაში, რომ საით მიედინება, საერთოდ ყოველთვის უნდა დასვას ეს შეკითხვა, დაუსვას საკუთარ თავს, რომ რისთვის ვარ ჩვენ ამ ქვეყნად დაბადებულნი, რისკენ მოგვიწოდებს ჩვენ უფალი. და ნუ თუ ამქვეყნიური სიამტკბილობა, ამქვეყნიური ცხოვრების მოწყობა, კეთილმოწყობა არის თავარი მიზანი. რა თქმა უნდა, არა. ამიტომ ამაზე აქცენტის გაკეთება, რომ თითქოს და თვითმიზანი ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება, ეს ცოტა არ იყოს უგუნური საქციელი იქნება მართლმადიდებელი ქრისტიანის მხრიდან. და ამას თანამედროვე მამები და წმინდა მამები ცხადია ყოველთვის გვეუბნებიან, მაგრამ თანამედროვე მამებმა კიდევ უფრო განსაკუთრებულად წარმოაჩინა აი ამ ნეოქრისტიანების სულიერი მდგომარეობა, ეს მოდერნისტური, ლიბერალისტური სულისკვეთების დამკვიდრება საზოგადოებაში, რომ რაღაცა პრინციპულად ჩვენ ფაქტობრივად
ვეწინააღმდეგებით სულიერ მოვლენებს ჩვენ სულში, პირადად ჩვენს შინაგან სამყაროში ხდება ეს ბრძოლა. ხშირად ჩვენ უარს ვამბობთ იმაზე, რაც განცხადებული ჭეშმარიტებაა და რომლის შეცვლა არ შეიძლება და ამას იმიტომ ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ, რომ გსურს ამ ქვეყნიურად მოვირგოთ კარგად ცხოვრება და თვით მცნებებიც კი გსურს, რომ შესაბამისად ამ ქვეყნიურად მორგებული დარჩეს და ეს ცხადია ხორციელდება იმ ლიბერალური ჭყალებს ღვთისმეტყველებით, რომელიც ნელ-ნელა მკვიდრდება, ის ეკლესიოლოგია, რომელიც ცდილობს ჩაანაცვლოს ჭეშმარიტი ეკლესიოლოგია და ამით ცდილობენ, რომ ზოგადად მთლიანად შეცვალონ არსი ჩვენი ამ ქვეყნიური ცხოვრებისა. რისკენ ვართ ჩვენ მოწოდებული, რომ რა არის ჭეშმარიტი ეკლესია, რომ ის ერთადერთია, რომ სხვა გზა ცხონებისაკენ არ არსებობს, აი ეს ნელ-ნელა გვავიწყდება ჩვენ და აი ქრისტიანთა რაგვარ საყოველთაო სიყვარულზე შეიძლება საერთოდ იყოს ლაპარაკი, როდესაც ჭეშმარიტება თითქმის ყველგან არის უარყოფილი, როდესაც სიცრუე ყველგან ბატონობს, როდესაც სულიერ ცხოვრებას აი ამ ქრისტიანებად წოდებულ ადამიანებში კი ვხედავ ჩვენ, რომ ფაქტობრივად ახორცული ცხოვრებითა და ვნებებით არის ჩანაცვლებული და რომელიც ყოველგვარ აი ამ სულიერ უკანონობას და უზნეობას პირფერულად ამართლებს და სწორედ აი ამის შედეგია გაუთავებელი ის ზეიმები, თამაშები, გართობები, რომლებიც სულ უფრო და უფრო იმკვიდრებს ადგილს თვით ეკლესიის წიაღშიც კი, თითქოს და ეს პრობლემა არ არის, თითქოს და ერში ცხოვრებს შეუძლია იცხოვროს გადაჭარბებულად, ასე ვთქვათ, ზომის მიღმა გარყვნილი ცხოვრები და თითქოს და ეს ნორმა გახდა დღეს და ამას მივყავართ ყველაფერს იმისკენ, რომ საზოგადოება ზოგადად ხდება სეკულარული. ანუ აი ამ სოფლიური ხედვებით განშვალული და მისთვის უცხო ხდება ჭეშმარიტი სარწმუნოება, იწყებს კრიტიკას ეკლესიისა და ამ კრიტიკის მიზეზი და მიზანი სწორედ ერთია, რომ თვითონ არ სურს მოერგოს ქრისტეს მისწავლებას, არამედ თავად ქრისტიანობა სურს, რომ თავის ახირებას მოარგოს და თავის შეხედულობას. შედეგად ცხადია ქრისტიანობის საფუძველთა საფუძველი, რასაც ქვია არა ამ მსოფლიურობა, რომელიცკენაც მოგვიწოდებს ჩვენ უფალი, ნელ-ნელა იკარგება საზოგადოებაში და მთლიანად კონცენტრირებული ხდებით ამ ქვეყნიურ ცხოვრებაზე. და აი ამ ნეოქრისტიანებზე ესეთი რამეს ამბობდა წმინდა მამები, რომ ისინი ზეციურ ნეტარებას ამ ქვეყნად ეძებენო და მრავალი ცოდვითა და უკანონობით დამძიმებული ნეტარებას აი ამ სულ მოუთქმელად ელიან სწორედ ამ ქვეყნიურ ნეტარებასო და ცხადია ეს ნეტარება ბჭყალებში არის, ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება ძმაუნდადანო, როდესაც ჩვენ ეს ზეციურისკენ აღვაბრობთ მზერას და მხოლოდ ზეციურისთვის ვიფიქრებთ ამ ქვეყნიურ ცხოვრების ჟამს, მაგრამ ამ ქვეყნიური ნეტარების მოპოვება ეს არის ის ეკუმენისტური მოძრაობის თეზა, რომელიც ნელ-ნელა მკვიდრდება საზოგადოებაში, როდესაც თითქოს და ცდილობენ აი ამ სხვადასხვა აღმსარებლობებიდან, კონფესიებიდან შექმნან ერთიანი ეკლესია ბჭყალებში, რასაც აი ამ შერწყმას ჩვენ ვერასდროს და ვერასგზით ვერ დავემორჩილებით, იმიტომ რომ ის აბსოლუტურად უცხოა მართლმადიდებლური სწავლებისათვის. ეს გაერთიანება გლობალურ გაერთიანებას გულისხმობთ, რომელიც ხორციელდება დღეს რელიგიური თვალსაზრისით, გახლავთ ის ეკუმენისტი და პანეკუმენიზმის გამოვლინება, რომელმაც დაანგრია ადამიანში სულიერი სამყარო, დაანგრია ჭეშმარიტების ორიენტირები, დაანგრია მის სწორი ხედვა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა, ეს უკვე ევროპაში განხორციელდა და ეხლა უკვე მიზანმიმართულად მოდის ეს იერიშები უკვე ჩვენსკენაც და ამისთვის უნდა ვიყოთ ჩვენ მზად. დედამიწაზე ბედნიერების და ამ ქვეყნიური ნეტარების, ესე იგი, დამკვიდრება და ახშენება, განხორციელება, ეს არის იგივე ქილიაზმის ერესი, ქილიაზმი გახლავთ ძველი ერეტიკული სწავლება,
ქრისტეს ათასწლევანი ამქვეყნიური მეუფეების შესახებ და თანამედროვე აი ამ ადამიანებს ალბათ ნეოქილიასტები უნდა უწოდოთ, რომლებიც აი ამ ეკუმენისტური ერთობით, რომლებიც ცდილობენ, რომ აი ამ ლიბერალურად, მოდერნისტულად მოაზროვნეთ შეცვალონ ჩვენი მართლმადიდებლური წამსი, რჯულის კანონი, მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებები და ის ამორფული რელიგია შექმნან, რომელიც ყველას და ყველაფერს მოერგება. სწორედ აქეთკენ სურთ მათ წაიყვანონ ყველაფერი და ამას ეწოდება ხალატი ძმაუნდადანო სარწმუნოებისა. ეკუმენისტური მოძრაობა გახლავთ სწორედ დასტური აი ამ ურწმუნოებისა, იმიტომ რომ იქ არავითარ შემთხვევაში არანაირ ჭეშმარიტებაზე საუბარი არ არის და არ შეიძლება იყოს. იმიტომ რომ ყველა კონფესიას თავისი დოქტრინა გააჩნია და ეს ეკუმენისტური მოძრაობა კიდე მინიმალიზმის პრინციპით არის აგებული. შედეგად ვერასდროს ვერ ვიტყვით ჩვენ რომ იქ რაიმე ჭეშმარიტების ქადაგება არის შესაძლებელი. ეს შეუძლებელი რამ არის? ჩვენ ვიტყვილებთ თავს, როდესაც ვამბობთ რომ წავალთ და ვინმეს იქ უქადაგებთ. დამთავრდა ეს ეპოქა, გამოცადა ეს ეკლესია, მათ შორის ჩვენმა ეკლესიამაც საქართველოს, როდესაც მივიღეთ მონაწილეობა, დავინახეთ რამდენად შესაძლებელია იქ ჭეშმარიტების ქადაგება, ფაქტობრივად ეს შეუძლებელია და ვინც იქ აი ამას აკეთებს, ხედავთ რომ რეალურად ხდება თანამონაწილე იმ ბოროტებისა, რომელიც სხვა კონფესიების სარწმუნოებრივი წამსის აღიარებით ახორციელებს. ჩვენ დროში, როდესაც ესოდენ ძლიერი გახდა ეს ეჭვი ძმაუნდადანო ჭეშმარიტების არსებობის შესახებ, როდესაც ყოველი კონფესია იძახის, რომ ჩვენთან არის ჭეშმარიტება და ეს ნორმალური გახდა თანამედროვე საზოგადოებისთვის, როდესაც ყოველ ადამიანს საკუთარი ჭეშმარიტება გააჩნია და ჭეშმარიტებისთვის ბრძოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ დღევანდელ დროს ენიჭება. ჩვენ ხშირად ვამბობთ ამის შესახებ, რომ უზნეობამ გადააჭარბა, გადავიდა ზღვარს, ხომ, ჩვენ ცხოვრებაში და ვხედავთ ამის გამოვლინებებს და ეს ძალიან ცუდი ფაქტორია, მაგრამ ყველაზე დიდი ფაქტორი, დანაშაულებრივი ფაქტორი გახლავთ სწორედ რომ ეკლესიური სწავლების შერყნა ძმაუნდადანო. ყველა მსოფლიო კრების ნომერ პირველი პრობლემა იყო დოგმატური სწავლება, იმიტომ რომ დოგმატი აყალიბებს შემდეგ ცნობიერებას. როგორიც არის დოგმატი, ისეთია ცნობიერებაც საზოგადოებაში და ამიტომ ნომერ პირველი საკითხი იყო ცრუ სწავლება, რომელიც უნდა მხილებულიყო, რომელიც უნდა დაგმობილიყო და ცხადია, ამის შემდეგ იწყებოდა იმ ზნეობრივ კანონებზე საუბარი და ზნეობრივ არანორმალურ გამოვლინებებზე, რომლებმაც თავის სხვადასხვა ეპოქებში იჩინა თავი. ასე რომ ესე საკითხის დაყენება, რომ დღეს ზნეობა ცუდ დღეში გვაქვს, მაგრამ სარწმუნოებრივი საკითხები უფრო თითქოს და არაფერს არ წარმოადგენს და აი ამ ზნეობრივ პრობლემებს უნდა მივხედოთ, ეს არ არის სწორი მართებული ხედვა. პირველ ყოვლისა სარწმუნოებრივი სიწმინდეა დასაცავი, რომ ჩვენ ვიყოთ რეალურად ეკლესიის არა მხოლოდ ორგანიზაციის, არამედ ორგანიზმის წევრები, ვინაიდან თუ სული წმინდამ დაგვტოვა ჩვენ და ცრუ სწავლება სწორედ ამას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს თუ კონკრეტულ საზოგადოებას, რომელიც ერეს ქადაგებს, მას ტოვებს სული წმინდა და შესაბამისად ის აღარ არის ეკლესიის წევრი, ხანდახან შეიძლება გარეგნულადაც ჩანდეს ის ასეთად, ამიტომ ეს პროცესები დაგვანახა ჩვენ ისტორიამ, ხომ? არიოზელები იყვნენ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ეკლესიის წიაღში იყვნენ და ებრძოდნენ ეკლესიას და სხვა ერესები, ხომ? ასე რომ აი ეს პრობლემატიკა დღეს უამრავი ერესი გაჩნდა. მაშინ თუ ერთ პერიოდში არიოზელები იყო, მეორეში მონოფიზიტები, მესამეში მონოთელიტები და ასე შემდეგ ხატმებრძოლეები და ასე შემდეგ, დღეს ფაქტობრივად ყველა ეს ერთხმად, ერთსულოვნად ესხმის დედა ეკლესიას, ყველა თავის მეს გაიძახის, ყველას გააჩნია თავისი ხედვები და ისინი სწორედ რომ თავარ საბრძოლო ობიექტი მათი სწორედ და მიზანი მათი არის ეკლესიის, ჭეშმარიტი ეკლესიის დამხობა. ამიტომ დღეს ჩვენთვის, როგორც არასდროს სხვა ეპოქებში განსაკუთრებული ძალისხმევა გვმართებს, რომ სარწმუნოებრივი სიწმინდე
დავიცვათ და ცხადია აი ამ სიმტკიცეს სარწმუნოებრივს მოყვება ზნეობრივი სიმტკიცის დაცვაც, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოვრებისათვის. ასევე ჩვენ გსურს შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს, რომ ეკლესიის ერთვიანობა აი ამ მართლობითი კუთხით ხილულად უმაღლეს ადმინისტრაციულ დონეზე უდაოდ მსოფლიო კრებებზე გამოიხატება, როგორც მოგახსენეთ უკვე ჩვენ, ეკლესიის თვითშეგნება დოგმატურად, მთელი სიზუსტით და კრებსითად უცდომელად, სწორედ რომ დედა ეკლესიაში ყალიბდება სულიწმინდის მეშვეობით და აი ამ კრებსითობის ზუსტი და მართებული ხასიათი, რაზეც ჩვენ დავიწყეთ საუბარი თავიდანვე, რომ აი ამ სწორი ეკლესიოლოგია, ხო, სწორედ რომ სოფლიო კრებათა განსაზღვრებებში არის საუკეთესოდ შენარჩუნებული. ჩვენ ამას ვხედავთ მოციქულთა კრებაზე იერუსალიმში, როდესაც განაცხადეს მოციქულებმა, რომ ჯერ უჩნდა სულსა წმინდასა და ჩვენცაო, ან როგორც მსოფლიო კრებებზე ხშირად ამბობდნენ, რომ ყველაფერში წმინდა მამათა კვალდაკვალ. ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ არა საკუთარი მოსაზრების, საკუთარი შეხედულება კი არა და შემოვიტანოთ ეკლესიაში, არამედ როგორც წმინდა მამები ამბობდნენ, რომ სულიწმინდის მიერ, ანუ როგორც უჩნდა სულსაწმინდასა, ისე გსურს ჩვენცო და წმინდა მამათა კვალდაკვალ. ეს პრინციპი არის ერთობნიშნულოვანი განსაკუთრებულად დღეს, როდესაც უკვე არა წმინდა მამათა კვალდაკვალ, არამედ თვითნებურად ცდილობენ ვის როგორც სურს, ვის როგორც მოეხასიათება ეს, ისე განმარტოს სახარება, ეს არის უკვე პროტესტანტული ხედვები, თმამდადან, რომელმაც შემოაღწია სამწუხაროდ ჩვენს ეკლესიურ ცნობიერებაშიც, ვხედავთ სასულიერო პირებსაც ზოგიერთს, რომლებიც აი ასე თვითნებურად განმარტავენ წმინდა წერილს, ამბობენ აბსოლუტურად ეკლესიისთვის მიუღებელ სწავლებასაც და ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ და ამას შეფასების უნარი ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ქონდეს. სწორედ ამაზე გვაქვს საუბარი, რომ ეს დოგმატური სწავლების შემეცნების უნარი რაღაცნაირად დაქვეითდა ზოგადად საზოგადოებაში და საზოგადოება ამას არ აღიქვავს როგორც სერიოზულ მოვლენას, როდესაც სარწმუნოებრივ საკითხებში ხდება გადახვევები ხან იქით, ხან აქეთ. ეს მკაცრად დაუშვებელია ყველა ჩვენთაგანისათვის. ცალკეული თუ ყველა ადგილობრივი ეკლესია ჭეშმარიტ სწავლებას სწორედ აი ამ სისავსის მიხედვით გამოხატავდა, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის გვისაუბრია ჩვენს შეხვედრებზე და კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ და მრავალგზის ვისაუბრებთ, ეს იმიტომ რომ მართლობითი კუთხით ეკლესიის ერთიანობა, როგორც გითხარით უკვე მორწმუნეთა ქრისტეს მისტიკურ სხეულში, აი ამ ონტოლოგიური ღვთისმსულიერი ერთობით ხორციელდება და არავითარ შემთხვევაში უბრალოდ ორგანიზაციის წევრობით. ამდენად საღვთისმეტყველო კუთხით დასაშვები და სულიერად სავალდებულოც გახლავთ ნებისმიერ მართლმორწმუნის მხრიდან ეკლესიის უმაღლეს ხელმძღვანელთა კრებსითი გადაწყვეტილების შეხედულებების სწავლა, რამდენად მართებულია ეს შეხედულებები, რომლებსაც იღებენ, იმიტომ რომ თუ არ არის მსოფლიო კრებათა დადგენილებათა მიხედვით მიღებული შეხედულება, ცხადია მისი გაპროტესტებაც შეუძლია ნებისმიერ სასულიერო პირსა თუ ერისკაცს, ამისი ნიმუში გვაქვს ჩვენ წმინდა ეკლესიის მაგალითებში, როდესაც ცალკეული პირები იყვნენ უდიდესი დამცველები მართლმადიდებლობისა და მათ უდიდესი ტანჯვა წამება გადაიტანეს სწორედ ჭეშმარიტების დაცვისათვის. ეკლესიის აი ამ ერთიანობის გარანტად ჩვენ ვერ გამოგვადგება მარტოოდენ სასულიერო პირებზე მინდობა, იმიტომ რომ თუ ადამიანი ასე ფიქრობს, რომ აი ეს მარტო მათი საქმეა და ჩემი საქმე არ არის, როგორც გითხარით, ეს ასე არ გახლავთ. კრებსითობა ნიშნავს იმას, რომ ყველა მღვდელმთავარი თავის სამღვდელოებასთან, მღვდლები თავის სამწყსოსთან ასეთ სულიერ ურთიერთკავშირში მყოფობით შეადგენენ კრებსით ეკლესიას, რომელიც თავის დადგენილებებს შემდეგ იღებს კრებსითად და ეკლესიის ერთიანობის
პრინციპი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და აი ეს საშიშროება დღეს გაჩნდა ჩვენს ეკლესიაში, რომ და თანამედროვე მასმედია კიდევ ამას რაღაცნაირად დიდ აჟიოტირებას უკეთებს და აი ამ სიახლეებს თავაზობს დღეს მთელ მსოფლიოს, ვითომ უტყუარ ჭეშმარიტებას და ეს ასე არ გახლავთ მამდადანო, ჩვენ ამაზე არაერთგზის გვისაუბრია და კიდევ ვისაუბრებ. ღმერთმა დაგვლოცოს წყალობა და კურთხევა და მადლი